მოგესალმებით, მეგობრებო, დისტილერია სპირტაურადან, მე დიმიტრი მანჯავიძე გახლავართ. დღეს შემოგთავაზებთ ჩემი აზრით ერთ საინტერესო ვიდეოს, პრაქტიკულ ვიდეოს, მაგრამ სანამ პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდოდე, გეტყვით, რომ 19 ოქტომბერს, სულ რამოდენიმე დღის წინ, დღეს 24 რიცხვია, კი ბატონო, თელავში გაიმართა ჭაჭის ფესტივალი. ფესტივალთან ერთად ჩატარდა ჭაჭის კონკურსიც ფესტივალში მონაწილეთა შორის. ეს ფესტივალი იყო ორგანიზებული ერთის მხრივ საქართველოს კულტურის პალატის და მეორეს მხრივ ტურიზმის განვითარების ასოციაციის მიერ. ძალიან კარგი ორგანიზებული, დალაგებული, გამართული ფესტივალი იყო, ამისთვის მათ კიდევ ერთხელ მოახსენებ მადლობას. მეც ვიღებდი მონაწილეობას ამ ფესტივალში, კონკრეტულად წარვადგინე ტიბაანის ქაწითელის ჭაჭა, აი ესეთ ბოთლში ჰქონდა მოთავსებული. ეს იყო 2023 წლის რელიზი, ნიმუშია, დაახლოებით წლინახევრის დაყოვნებით. და ჩემი და ჩემი კომპანიის სპირტაურას სასიხარულოდ ამ ნიმუშმა მცირე დისტილერების ნომინაციაში აიღო ოქროს მედალი, ერთის მხრივ ეს დიპლომი, სადაც არის სახწერილი მოკლედ ეს ყველაფერი და მეორეს მხრივ აი ეს ოქროს მედალი. რამაც ხადია ძალიან გამახარა. ეს სხვა არყებსაც ვაწარმოებ, მაგრამ ამ შემთხვევაში საკონკურსო იყო ჭაჭის ნიმუშები. სწორედ აი ამ ჭაჭამ გაიმარჯვა და აიღო ოქროს მედალი. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ და კონკრეტულად პრაქტიკულ ნაწილზე, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით აქვე, რომ ჩემი YouTube არხის სპირტაურას მიმართულებაა ზოგადად, რომ ჩემი პრაქტიკა და დაკვირვებები და პატარა გამოცდილება გაგიზიაროთ სრულად, არ დაგიმალოთ რაღაცეები, რაც ხშირად ხდება ხოლმე გამოცდილი ხალხისგან სამწუხაროდ. მე არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ასეთი მიმართულება მაქვს და ჩემი აზრით ასეთი მიდგომა ხელშეუწყობს საქართველოში მაღალალკოჰოლური სასმელების განვითარებას და წინ წაწევას. ეხლა ვიდეოს ამოცანა რაში მდგომარეობს, რომ მე გაჩვენოთ ის მეთოდი, თუ რა გზით მივიღე ეს ქაწითელის ტიბაანის ქაწითელის ჭაჭა და ჭაჭა, რომელმაც დაიმსახურა ოქროს მედალი. მე აი ამ მეთოდს მეორე გამოხდის პროცედურას გაჩვენებ პრაქტიკულად. ეხლა ქვაბში 50 ლიტრიან უჟანგავის ქვაბში მოვათავსე საწყისი ნედლეული სპირტიანობა გახლდათ 45%, 21 ლიტრი მოვათავსე აი ამ ქვაბში. კი ბატონო, და მისი სპირტიანობა დავიყვანე 28%-მდე, რაც საშუალებას მომცემს, რომ მივიღო ერთის მხრივ არომატული ჭაჭა და მეორეს მხრივ ეს ჭაჭა იყოს სუფთა, მაქსიმალურად დაცლილი მავნე მინარევებისგან. კი ბატონო, ეხლა მე ჩავრთავ ქვაბს, ავაწყობ სვეტს, კონსტრუქციას ავაწყობ და გავაგრძელებ ჩვენებას და მოყოლას, თუ როგორ ვიღებ მე ოქროს მედალოსან ჭაჭას. კონსტრუქცია ავაწყე, აქვე გეტყვით, რომ წეღან გამოვჩა სპირტნედლეული 21 ლიტრი 45%-იანი შევაზავე წყლით და ამ მეთოდით დავიყვანე 28%-მდე. ინდუქციურ ქურაზე ვამუშავებ 50 ლიტრიანი ქვაბი, სამძვიმიანი სვეტი 65 სანტიმეტრი სიმაღლის, სამი ძვიმი არის 72 მილიმეტრი დიამეტრის. კი ბატონო, შიგნით ალაგია სვეტში, ალაგია
პანჩენკოვის სპილენძის ბადეხვეულები ამდაგვარად გამოიყურება, რომ ნახოთ. აი ესეთ ბადეხვეულებია და 6 ცალი ბადეხვეული ალაგია, შიგნით თითეული სიმაღლე არის 10 სანტიმეტრი. სვეტი შეფუთული მაქვს. ისე უჟანგავი სვეტია, მაგრამ თავარია ორთქლის ზონაში არის სპილენძი და აი აქ იმოძრავებს და მინარევს, რომელსაც ქვია გოგირწყალბადი, დაიტოვებს სწორედ სპილენძი და ამის არის აუცილებელი სპილენძი. შემდეგ მოდის დიოპტერი, პროდუქტის ორთქლის მიღების კვანძი, რომელიც ღია მაქვს ახლა მისი უნკანი, მუხლი და კონდენსატორი, მაცივარი. ზემოთ მოყვება ასევე უნკანი, რომელიც ჩაკეტილი მაქვს ამჯერად და ზემოთ ადგას შუშაში ჩასმული დეფლეგმატორი. ამ ყველაფერზე დეტალურად მოგიყვებით. პირველ რიგში გეტყვით, რომ დეფლეგმატორი ჩაკეტილია, როგორც თქვით და ეს მაგისტრალი მაქვს ღია. პირველი 200 მილილიტრი დაახლოებით აი ამ რეჟიმში გადმოვადენ, ეს თავფრაქციები იქნება. შემდეგ გავხსნი დეფლეგმატორს, ჩავკეტავ კონდენსატორს და სვეტს ვამუშავებ თავის თავზე. ამას გეტყვით დეტალურად, თუ რატომ და როგორ ხდება ეს. თუმცა, ნახოთ, მე მგონი ძალიან მალე წამოვა პირველი ნაკადი, თუმცა დრო ჭირდება დაახლოებით ჩემი ასე ვთქვათ აპარატის პარამეტრებით წამოსვლას დაიწყებს დაახლოებით 83-84 გრადუსზე ქვაბის ტემპერატურაზე. აი დავაპაუზებ და ჩავერთვებით. მეგობრებო, აი წამოვიდა პირველი ნაკადი. ეს ჩქარი ნაკადიც რომ იყოს, არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, მთავარია პირველი თავფრაქციები პოცტილის სახით, ანუ მარტივი დისტილაციით ამოვაცალოთ, ჩემი გათვლებით ეს 200 მილilitrამდე არის და მეტი არ სჭირდება. წყალი მიერთებული მაქვს აი ამ სარეგულირო პომპით, მე უნკანში სტაბილური წნევა არა მაქვს სამწუხარო და ამით ვაწვდით ჩემთვის სასურველ რაოდენობას წყლისა. წყლის მიწოდების რაოდენობა ასეთ კონსტრუქციაზე არის მნიშვნელოვანი, რათა ვაკონტროლოთ პროცესები ბოლომდე და ეს თავფრაქციები უკვე საკმარისია. ამიტომ ეხლა დეფლეგმატორის მაგისტრალს გავუხსნით და პროდუქტის მიღების მაგისტრალს დავკეტავთ. ეხლა პროცესი წავა შემდეგნაირად. სვეტი იმუშავებს თავის თავზე. პროდუქტს არ ვიღებ. სპირტის ორთქლი ამოდის ქვემოდან, ადის დეფლეგმატორში, რომელშიც ცხადია, რომ წყალი გადის, გაცივდება, ეშვება უკან. აი ამას ქვია თბომასა გაცვლა და ამ პროცესის საშუალებით ჩვენ სვეტზე განვათავსებთ ყველა ფრაქციას თავის სართულზე. ყველა ფრაქცია დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს სვეტში. პირველ რიგში თავფრაქციები განთავსდება ზედა ნაწილში, მერე ეთილის სპირტი და ბოლო ნაწილში როგორც წესი აპირებს ხოლმე ამოსვლას, ცდილობს ამოვიდეს რახის ზეთები, რის საშუალებასაც ჩვენ არ მივცემთ. აი ეს არის პირველადი, რაც უნდა გაკეთდეს ასეთი კონსტრუქციის სვეტზე. ახლა მუშაობს თავის თავზე, აქვე გეტყვით, რომ წყლის ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 45 გრადუსისა, შევამოწმოთ აი ახლა ჯერ ზუსტად არ გვიჩვენებს, მაგრამ მაინც ვნახოთ რამდენი გრადუსზე მოდის ახლა წყალი. კი ბატონო, 40, მე მიჭირავს 50 გრადუსი ცელსიუსით, ესეც ნორმალური ტემპერატურაა, 55-ით შეიძლება, მაგრამ იმის ზემოთ უკვე ზედმეტი იქნება და არ ივარგებს. 45-ზე ამჯერად კიდე გაცხელდება ეს პროცესში, 50-მდე ჩემი აზრით უნდა ავიდეს.
სიმძლავრეს რაც შეეხება, მე 3,5 კილოვატიდან დაუწიე 3 კილოვატზე, 3000 ვატზე იგივე. აი აჩვენებს, კი ბატონო. უკვე თავფრაქციების მოხსნისას კვლავ წაგერთვით. სვეტი ვამუშავე თავის თავზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, რამაც მომცა იმ შედეგი, რომ სვეტის შუა ნაწილში ტემპერატურა დასტაბილურდა, აღარ თამაშობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფრაქციებმა დაიკავეს თავიანთი კუთვნილი ადგილი. ჯერ არ გამიხსნია პროდუქტის მიღების ონკანი. ეხლა გავხსნი ნელ-ნელა. კი ბატონო, აი ასე. წყლის რაოდენობა გავზომე მეწევან 60 ლიტრას მოიხმავს საათში და ტემპერატურასაც გაჩვენებთ აქვე. მოიმატა ტემპერატურა, მე მგონი არა 45-ს უჩვენებს, ზოგჯერ არასწორია ხოლმე, მაგრამ მოიმატა რა. კი ბატონო. ხო, რაც შეეხება ახლა თავფრაქციების მოხსნის რაოდენობას, აბსოლუტური სპირტი ამ ნედლეულში არის 9,5 ლიტრი და მისი 10% იხსნება. ანუ მე უნდა მოხსნა 950 მილილიტრი ან 1 ლიტრი აი ამ სარექტიფიკაციო რეჟიმში. ხოლო სარექტიფიკაციო რეჟიმში თავფრაქციების მოხსნის დასრულების შემდეგ მე კვლავ გავუხსნი აი ამ მაგისტრალს, დაუკეტავ დეფლეგმატორს და უკვე მარტივი დისტილაციის, მარტივი კონსტრუქციის რეჟიმში მოვხსნი კიდევ დაახლოებით 300-400 მილილიტრ ან 9,5 ლიტრ თავფრაქციას 20 წლის მეშვეობით. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან აი ამ სპირტიანობის დროს ერთის მხრივ სარექტიფიკაციო რეჟიმში ამოეცლება ზედა ფრაქციები, მაგრამ დარჩენილი იქნება პოცტილის საშუალებით ამოვაცლი უკვე შუალედურ ფრაქციებსაც, მათ შორის ქვედა ფრაქციებსაც, რომელიც ამ სპირტიანობის პირობებში ადვილად ამოფრინდება, ასე ვთქვათ, ადვილად მოცილდება ნედლეულს ეს თავფრაქციები. ანუ გათვლებით ხდება 10%-ის მოცლა, მაგრამ აი ამ მეთოდის მეშვეობით ეცლება დაახლოებით 15%, რაც უზრუნველყოფს თავფრაქციებიდან მაქსიმალურ გასუფთავებას პროდუქტისა. აქვე ვიტყვი, რომ ეს მეთოდი არის ერთ-ერთი მეგობრებო და არა ერთადერთი, არავითარ შემთხვევაში არ ვამტკიცებ იმას, რომ ეს არის ერთადერთი მეთოდი. მე ჩემს YouTube არხზე აღწერილი მაქვს სხვადასხვა მეთოდები, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, ასე რომ ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომლის საშუალებითაც უბრალოდ მიიღწევა ის ამოცანა, რომ პროდუქტი იყოს თან არომატული და თან სუფთა. კი ბატონო, თავფრაქციების აი ესეთი ნაკადი მოდის, ჩქარი წვეთა. ესე ნაკადივით არ უნდა წამოვიდეს, წვეთობით ეს უდრის დაახლოებით წამში 3 წვეთი. აი ამ სიჩქარით ხსნი თავფრაქციებს, რომელსაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან მყრალი სუნი აქვს. ძალიან მყრალი, აი ესეთი აცეტონის მაგვარი მძაფრი სუნი მოდის და აი ამისგან ვათავისუფლებ ახლა პროდუქტს. თავფრაქციების მოხსნის, აი ამ მეთოდით მოხსნის შემდეგ, როდესაც გადავალ უკვე 20 წელი თავების მოხსნას ჩავერთვებ. თავფრაქციების სარექტიფიკაციო რეჟიმი ბოლოსკენაა უკვე დაახლოებით 2 საათს 9:30-ის განმავლობაში ხსნიდი თავფრაქციებს 1 ლიტრას უკლია ძალიან ცოტა და ორგანოლეპტიკურადაც რომ შევამოწმე ახლა უკვე გაუქრა ის უხეში სუნი,
და უნდა გადავიდე მე ხა პოდსტილის რეჟიმით თავების მოხსნაზე. ამისთვის პირველ რიგში 3000 ვატს დავუკლებ 600 ვატამდე. ჩამოვიყვანე 600 ვატამდე. კი ბატონო. ამ მონკანს გავუხსნი მთლიანად და დეფლეგმატორს დავუკეტავ. დეფლეგმატორის მაგისტრალს დავუკეტავ. პოდსტილის მაგისტრალი გავხსენი და ამ შემთხვევაში სიჩქარე უკვე სპირტის ნაკადისა რეგულირდება არა ონკანით. ონკანი ღიაა მთლიანად. წევან ხო ონკანი მქონდა პატარაზე და შესაბამისად მოდიოდა პატარა ნაკადი, ხო? ამ შემთხვევაში ღიაა ბოლომდე და პოდსტილზე რეგულირება ხდება ცხადია ტემპერატურის მიხედვით, ანუ სიმძლავრის რაოდენობის მიხედვით. ამ შემთხვევაში 600 ვატი საშუალებას მაძლევს, რომ ისევ წვეთობით მოხსნა დარჩენილი დაახლოებით 400-500 მილილიტრი. მე ვარაუდობ 400 მოხსნა ალბათ რა. ნუ საბოლოო ჯამში უხეშად რო ვთქვა, გათვლილი 10%-ის ნაცვლად ხსნით 15% და გამოვა ლიტრანახევრამდე. ამასაც დაველოდები ახლა და ამის შემდეგ უკვე გადავალ პოდსტილით, აი ამავე რეჟიმში მოუმატებ თავების მოხსნის შემდეგ მოუმატებ სიმძლავრეს დაახლოებით 1000-1100 ვატამდე და მივიღებ 2 ლიტრამდე არომატულ შუაგულს. არომატული შუაგულის მიღების შემდეგ კვლავ გადავიყვავ სარექტიფიკაციო რეჟიმში, დავასტაბილურებ სვეტს და დარჩენილ სპირტს ამოვიღებ მაღალ სპირტიან პროდუქტს მივიღებ დარჩენილ ნედლეულისგან. ანუ ამოცანა ახლა არის, რომ ამ თავფრაქციების დამთავრების შემდეგ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მივიღოთ არომატული გული, მაგრამ დარჩენილი სპირტი ამოვიღოთ უკვე მაღალ სპირტიანი, რომ პროდუქტს არ შეერიოს არყის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი რახის ზეთები და მჟავები. სარექტიფიკაციო რეჟიმი კიდევ მომცემს ამის საშუალებას, რომ საბოლოო პროდუქტს არ შეერიოს რახის ზეთები. აი ეს არის, ასე ვთქვათ, ამ მეთოდის შინაარსი. მივიღებთ თავფრაქციებს მოხსნით საკმარისზე მეტად, მივიღებთ არომატულ გულს პოდსტილით და დარჩენილ სიტყვაზე უნდა მივიღო 10 ლიტრი ხო საბოლოო პროდუქტი, 2 ლიტრი არომატული თავიდან რაც მოდის და დარჩენილი სპირტი სარექტიფიკაციო რეჟიმზე. და ამით მიიღწევა ის, რომ პროდუქტი იქნება არომატულიც და სუფთაც. აი აქ 600 ვატზე მე ვფიქრობ ძალიან ნელა მოდის სვეთა, მოუმატებ ერთი უბრალოდ 100 ვატითაც და 700 ვატზე ვადენ პოდსტილით თავებს ჩაგერთვებით. მაშასე პოდსტილით თავების მოხსნა ფინალშია, მორჩა ლიტრანახევარს ცოტა უკლია, ჩავთვალოთ იქნეს ლიტრანახევარი შევავსე. ახლა რას ვაკეთებ? მოუმატებ მე სიმძლავრეს და ავიყვან 1100 ვატზე და უკვე ეს რაღაც მოვაგდებს. აი რომ შუშის ჭურჭელში გადავიტან აი პროდუქტის ისაღებ შლანგს დავაფარებ თავზე და ეს შხამია
ну, როგორც წესი, მე ნახევარს აქედან უხეში თავების მერე ვაგროვებ ცალკე ჭურჭელში და იქიდან ვიღებ სპირტს უკვე 96-6-ია წმენს და პირველი ნახევარი ну, ტექნიკური საშუალებებისთვის გამოიყენება, იმასაც რო ეწვალო ადამიანი იქიდანაც გამოიყვანს სპირტს, მაგრამ ძალიან ბევრ დანახარც მოითხოვს და ამიტომ არ მიღირს. კაი, ეს ცალკე გადავდოთ და გამოჩნდება ახლა ნაკადი. აი ესეთი ნაკადით ვიღებ რა, დაბალი ნაკადით, როგორც თქვით, მივიღებ დაახლოებით 2 ლიტრა არომატულ ჭაჭას. და ამის შემდეგ უკვე გადავალ კვლავ სარექტიფიკაციო რეჟიმში. ახლა ეს კონკანი კვლავ ღია მაქვს, კი ბატონო და ჩაგერთვებით კვლავ მაპატიეთ თუ ვიდეო გაიწელა. ну 82 გრადუსამდეა ტემპერატურა ქვაფში. სვეტში ახლა აწეული იქნება ცხადია, იმიტომ რომ კოცტილზე მუშაობს. მაღალი იქნება 78, ეს კიდე მოიმატებს ნელ-ნელა. დაახლოებით 2 ლიტრა ან 3 ლიტრაში არომატულ გულს რო ვიღებთ, ну ტემპერატურა ადის ხოლმე როგორც წესი 83 ნახევარი. ტემპერატურის მიხედვითაც ვიგებ, პრინციპში სად უნდა შევწყვიტო არომატული შუაგულის მიღება და გადავიდე კვლავ სარექტიფიკაციო რეჟიმში. მუშაობთ. ერთი მოკლე ჩართვა ბოდის მახველებს და ცოტათი გაცილებული ვარ. პოცტილით არომატული შუაგულის მიღება მიმდინარეობს. მივიღე დაახლოებით ლიტრა ნახევარზე ოდნავ მეტი და გავზომოთ სპირტიანობაც. ავიღე სინჯარაში ნიმუში, ეს არის 17 გრადუსი ცელსიუსით, 17-18 დაახლოებით აი ასეა რომ მოვამრგვალოთ. გავზომოთ მისი სპირტიანობა სპირტმზომით 70-100, ну ჩემი ვარაუდით 70-ზე მეტი უნდა იყოს. რა თქმა უნდა. და კი ბატონო, ეს არის 80%. 80% აქვს სპირტიანობა, ну კორექციას თუ გავაკეთებთ ტემპერატურასთან მიმართებაში 91%-ს ვიღებ ახლა ნაკადში მე სპირტიანობას. ну როგორც წესი ახლა სპირტიანობა არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც მე შევწყვეტ შუაგულის მიღებას. აი ამ მეთოდით არ არის დოგმა, რომ მაინდა-მაინც 2 ლიტრა მივიღოთ აი ამ პარამეტრების მიხედვით. მე ვთქვი დაახლოებით 2 ლიტრა, მაგრამ შეგვიძლია მეტიც მივიღოთ. მე პირადად ჩემი ინდიკატორი როგორც წესი არის ხოლმე 77% ნაკადში. აი 77-ს ქვემოთ აი ამ არომატულ გულს პოცტილის მეთოდით იმაზე ქვემოთ აღარ უშვებ. იმიტომ რომ მე არ მიყვარს ოდნავაც კი რახიზეთების გემო. და ну არ სიამოვნებს მე პირადად და ზოგადად არც არის სასიამოვნო. თუ ის რაღაც მუხის კაცში არ ვარგდება საბოლოოდ. აი ფოკუსმა თუ აჩვენა ზუსტად ერთი წამით აჩვენოს. ხო, ну მოკლედ 81%. კი ბატონო, მე დაველოდები ალბათ. კიდევ 1 ლიტრას მივიღებ აქედან და მე უკვე სარექტიფიკაციო რეჟიმზე გადასვლისას ჩაგერთვებით. ასე მეგობრებო. მაშასე არომატული შუაგულის მიღება დამთავრებულია, მივიღე 2 ლიტრა ნახევრამდე დაახლოებით და მოდადგა დრო, რომ კვლავ გადაიყვანოთ სარექტიფიკაციო რეჟიმში და დარჩენილი სპირტი, ქვაფში არსებული სპირტი ამოვიღოთ სარექტიფიკაციო რეჟიმში და იმ დარჩენილ სპირტსაც ურევთ, ანუ ვიღებთ იგივე ჭურჭელში, ან ცალ-ცალკე ჭურჭელში არ ვიღებთ ამ ორგანსხვევებულ პროდუქტს.
ნაზავი იქნება ერთის მხრივ 20 სტილისა და სარექტიფიკაციო რეჟიმში მიღებული სპირტებისა. მოვუმატებ ოდნავ წყლის ჭაობს, დაკლებული მქონდა 20 სტილზე არ ჭირდებოდა ამ ხელა სიმძლავრე, ამ ხელა ჭავლი უფრო სწორედ წყლის, ვინაიდან პატარა სიმძლავრეზე მუშაობდა 1100 ვატზე. ეხლა რას ვიზავ მე? ხო, ჯერ ამ მონკანებს ერთს გავუღებ, რეფლეგმატორს გავუღებ ჯერ. მერე პროდუქტის მიღების მონკანს დავკეტავ, მოვუმატებ სიმძლავრეს. 3000 ვატზე კლავ. რაღაცა პერიოდი, ნახეთ ახლა თერმომეტრი სულ სხვა მონაცემს იძლევა, მაღალს 20 სტილზე თერმომეტრში ტემპერატურა იწევს მაღლა, მაგრამ სარექტიფიკაციო რეჟიმში ის აუცილებლად დაიკლებს ძალიან ცოტა ხანში. გაჩვენებთ, თუ გნებავთ ერთი რამოდენიმე წამში დაიწყებს შუა სვეტში ტემპერატურა კლებას. მიუხედავად იმისავე, ახლა იმატებს, მაინც დაიკლებს. ახლა ნახოთ ამ ხვაბის ტემპერატურა რამ ხელაზე ავიდა 83. ცოტათი, ხო, ეგრე 83. კი ბატონო. ახლა ეს ჭავლი რომ მოუმატე, ამ სიმძლავრე რომ მოუმატე, სიცხელე წამოვიდა და ჯერჯერობით იმატებს, მაგრამ ავა ზემოთ და ეს ფლეგმატორი გააციებს რა სპირტის ორთქს აქცევს ფლეგმად და დაუშვებს უკან სვეტში ტემპერატურა დაიკლებს და აი უკვე დაიწყო კლება, კი ბატონო და ეს თუ გახსოვთ, წინა ნიშნული იყო 75 და 6 მგონი, რაღაც 6-7 ეგრე იყო, 76 და 6 არ მახსოვს ზუსტად. ყოველ შემთხვევაში თქვენ გემახსოვრებათ. და ჩამოვა ეს, ჩამოვა, დასტაბილურდება, მე გავუხსნი ონკანს და დავიწყებ პროდუქტის მიღებას. სარექტიფიკაციო რეჟიმი, მისი სპირტიანობა იქნება დაახლოებით აი ამ სარექტიფიკაციო რეჟიმში მიღებული პროდუქტის სპირტიანობა იქნება 90-91%. აი ესეთი პარამეტრით ვიღებ ხოლმე როგორც წესი და ბოლომდე უღებ აი ამ ონკას სარექტიფიკაციო რეჟიმში და რაოდენობა პროდუქტის მიღებისა შეადგენს 4 ლიტრს საათში. 4 ლიტრი საათში 91%-იანი. ჩვენ შევამოწმეთ სპირტიანობას კიდე მაინც გაჩვენებთ მაგასაც. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, რომ ვიდეო გამოვა ხანგრძლივი, მაგრამ მთლიანი პროცესი რო გაჩვენოთ, სხვანაირად არ გამოდის მეგობრებო. რა ვქნა, დაველოდოთ ახლა სვეტის დასტაბილურებას და შემდეგ უკვე რომ გადავრთავ, უпроსოდ რომ დავიწყებ პროდუქტის მიღებას აქედან, სპირტიანობასაც გაჩვენებთ და იმ სპირტიანობას და აი სვეტში ტემპერატურა შევინარჩუნებ პროცესის ბოლომდე. ესეც რომ იცოდეთ, ეს მნიშვნელოვანია. რაც 4 ლიტრაზე მოდის, ხო? და რა სპირტიანობასაც ვიღებ და რა ტემპერატურაც აქ გვექნება, აი ამ პირობებში, ამ ნიშნულებზე, იმ ტემპერატურას შევინარჩუნებთ პროცესის ბოლომდე. ვინაიდან თავიდან 4 ლიტრას მივიღებთ, მაგრამ მე ნელ-ნელა ტემპერატურა თუ დაიწყებს ზემოთ აწევას, ონკას მოუკლებ და ლოგიკურ დასასრულამდე ხა საათში 200 და 300 მილილიტრის ლოდინი არ ღირს, ხა ენერგოხარჯები აქვს, მოგეხსენებათ 3 კილოვატს სვავს საათში და ასე შემდეგ და სადღაც ალბათ ნაკადში 500 მილilitrამდე შეიძლება დაველოდო და იმის იქით უკვე უბრალოდ გამოვთავ აპარატს და დამთავრდება პროცესი. კი ბატონო, ეხლაც აი სადღაც დასტაბილურდება 76 და რომელიღაც თუ 70 შეიძლება უფრო ქვემო დასტაბილურდეს კიდე. ამას მაჩვენებს დრო. ჩაგერთვებით კვლავ.
ერთ-ერთი ბოლო ჩართვა მეგობრებო, ალბათ ბოლოს წინა, სანამ საბოლოოდ შევაჯამებდი ყველაფერს, მე გადავიყვანე რო გადავიყვანე ეს თქვით, დავიწყე პროდუქტის მიღება, ბოლომდეა გახსნილი ონკანი, დეფლეგმატორი ღია, აპარატი მუშაობს სარექტიფიკაციო რეჟიმში, როგორც თქვით, საათში მოდის 4 ლიტრი, სიტყვაზე უნდა მენდოთ, რომ 91% არის ეს და შუასვეტში ტემპერატურა უნდა დავიჭირო 76 და 6. ეს ახლა მე მრავალჯერ ნაცადი მაქვს და ვიცი ამ სვეტის პარამეტრები და სპირტნედლეულის პარამეტრებიც ვიცი და ასე შემდეგ. 76 და 6, ხო? ქვაფში ვაქვს 83 და 6 და დაახლოებით მე ვაგრძელებ პროცესს ხოლმე ქვაფში 92 გრადუსამდე. იმის იქით აღარ მიღებს პროდუქტის მიღება, ძალიან ნელი ნაკადი მოდის უკვე და 8% არის დანახარჯი. ამ შემთხვევაში 8% რჩება საერთოსპირტიანობის ქვაფში და აღარ მიღებს იმასთან წვალება და ჭიდაობა, ასე ვთქვათ. 76 გრადუსზე რო დადგება აქ, ხო? პროცესის ბოლომდე უნდა დავიჭირო 76 და 6. რა მეთოდით უზრუნველყოფ აი ამ წერტილში ტემპერატურის დაჭერას პროდუქტის მოკლებით. 76 ზემოთ რო წავა, დაახლოებით 2 ნიშნულით 76 და 7, 76 და 8, აი დაახლოებით ამ მიდამოში რო დაიწყებს ასვლას, მე დავიწყებ პროდუქტის მოკლებას. ნელ-ნელა აი ამ ონკას მოუკლებ, კვლავ დასტაბილურდება, ჩამოვა 76 და 6-ზე. მერე კიდევ დაიწყებს რაღაც პერიოდის შემდეგ ზემოთ აწევას ტემპერატურა, დააპირებს თუ არა, მაშინ კიდე მოუკლებ, კიდე და კიდე, ასე ანუ 4 লিტრიდან. ამ შემთხვევაში 4 ლიტრი მიდის, გადავიყვან 3 ლიტრანახევარზე, მერე 3 ლიტრაზე, მერე 2 ლიტრაზე, 1 ლიტრაზე და სადამდეც, ესე იგი, ნიშნულებია მოკლედ მაქსიმუმი რომ ველოდო და ერთ-ერთი ინდიკატორი როგორც გითხარით 92 და 5-მდე ქვაფში რო ავა, მერე უკვე ნაკადში ძალიან ცოტა მოდის 500 მილილიტრი, აღარ არის იმის ლოდინი და მოკლედ ვამთავრებ პროცესს. აი ესეთი ამბავია, ასე მიჭირავს სტაბილურად. აქ ტემპერატურა ასე ვიღებს სტაბილურად ერთი და იგივე ხარისხის პროდუქტს, არ ვუშვებ ქვაფში რახიზეთების ამოსვლას და ასე შემდეგ. აი ახლა 76-ისკენ მიიწევს. აი ეს 76 და 6-ზე რაღაც პერიოდი იმუშავებს და მერე წავა დააპირებს წასვლას უფრო ზემოთაც და ამიტომ მე გადავუკეტავ ონკანს. შეჯამების სახით მე გეტყვით მერე საბოლოოდ რამდენს მივიღებ ლიტრაჟობას, რა სპირტიანობა ექნება და შეიძლება, რა ვიცი, ძალიან დროში არ გაიწელა, გაჩვენოთ როგორ ვაზავებ ამ პროდუქტს და რა პროცენტულობას და ასე შემდეგ. ალბათ ერთი 2-3 წუთში აი ამ ყველაფერსაც ჩავატევ და რა ვქნა, გაიწელა ვიდეო, მაგრამ რაც არის, ეს არის სამაგიეროდ უფრო სრული სურათი გექნებათ პროცესის უფრო კარგად გასაგებად. შეგერთვებით ალბათ, კი ბატონო, შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, ჩართვით. მოკლედ მეგობრებო, შემაჯამებელი ვიდეო. გავიხსენოთ მონაცემები 21 ლიტრი, 21000 მილილიტრი სპირტნედლეული ქონდა და მისი აბსოლუტური, შეზავებული სახით 55%-იანი იყო ესე, მე შეზავდა, მაგრამ ერთ და იგივე რამეს ნიშნავს 21 ლიტრი 55%-იანი, რაც უდრის 9500 მილილიტრ აბსოლუტურ სპირტს. პროდუქტი მივიღეთ 8500 მილილიტრი, ანუ 8.5 ლიტრი. მისი აბსოლუტური სპირტი შეადგენს 7600 მილilitrს და დანახარჯი, დანაკარგი თავფრაქციების და
კუდების სახით, ანუ რახიზეთების სახით შეადგენს ლიტრა და 900 აბსოლუტურ სპირტს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 20-22 ან 23 მაგას დათვლით ადვილი არითმეტიკაა. დაახლოებით 20%-ზე მეტი იქნა, მოცილებული შხამები. 20-23% დაახლოებით რა რო ავიღოთ. კი ბატონო, განზავება მოხდება 45%-მდე, ამას დასჭირდება დარბილებული წყლით ვაზავებ, მე 45% მომწონს, აი ეს სპირტიანობა მომწონს ჭაჭაში. ვაზავებ წყლით და 8500 მილილიტრ 90%-იან, ხო, საბოლოო პროდუქტი მივიღე 90%, რო გავზომე სპირტიანობა არის 90%, კი ბატონო. განზავება 45%-მდე, წყალი რო დავთვალე დასჭირდა 11 ლიტრი და განზავების შედეგად მივიღე საბოლოო ჯამში 18 ლიტრი და 800 მილილიტრი, ჩავთვალოთ სადღაც 900 მილილიტრი, ეხლა პროცესი მიდის, 8 ლიტრა ნახევარს გადავწდი, მაგრამ ლოდინი აღარ მიღირს, აქ სტაბილურობა მაქვს. 76 როგორც დავიწყე, ისე ვამთავრე პროცესს. ქვაბში უკვე არის 91, კი ბატონო, 91, ალბათ 92 გრადუსამდე აღარ დაველოდები, ვინაიდან აქ ძალიან შემცირდა წვეთა, ფაქტობრივად საათში მოდის ალბათ ეს 300 მილილიტრი შეიძლება. ძალიან ბევრ დროს მართმევს, არ მაწყობს. შევწყვიტავ ახლა პროცესს. კი ბატონო. აი ესეთი პარამეტრებით ვასრულებ პროცესს. და რა ვიცი, აბა ვფიქრობ, ყველაფერი რაც შევძელი მოგიყევით, რაც არა YouTube არხზე თუ სადაც გამოვფენ ამ ვიდეოს, შეგიძლიათ მომართოთ შეკითხვებით, რაღაც აუცილებლად გამოგრჩებოდა, რაღაცა რაც არ მაგონდება, რაც არ მაფიქრდება, თქვენ მოგაფიქრდებათ, ჩემზე კარგად შეიძლება და მოკლედ აი ესეთი ამბავია, მეგობრებო. პროცესის ბოლოს ესეთ რაღაცას ვაკეთებ. აქ ონკანს გადავუკეტავ. კი ბატონო, ვამუშავებ თავის თავზე ახლა სვეტს, პროცესი მორჩა აქ. აქ შეწყდება ახლა დენა, რაც დარჩა შიგნით ჩამოიყვანთება და ეგ არის. და სვეტს ვამუშავებ, ბოლო ერთი სასარგებლო პროცედურა არის. ვამუშავებ თავის თავზე და აქ უკვე კონცენტრირებულია რახიზეთი და აი ეს თავის თავზე მუშაობა ამ რახიზეთებს ჩაწმინდავს სვეტისგან. ერთი 15-20 წუთიანი პროცედურა არის და ეს ძალიან კარგია სვეტისთვის, რომ სვეტი არ დაბინძურეს, ეს ძალიან ქვედა ნაწილში, ვინაიდან რახიზეთები ძნელად იწმინდება, ხოლო მოძრავი სპირტი ამ სვეტში, ამ რახიზეთებს ჩაუშვებს ქვაბში, ჩაწმინდავს, ასე ვთქვათ, სვეტის ძირს. დაგემშვიდობებით, რა ვიცი, მომავალ შეხვედრამდე მოხარული ვიქნები თუ გამოგადგებათ ეს მეთოდიკა, მე მგონი გამოგადგებათ, რატომაც არა. და რა ვიცი, შევხვდებით კიდე, შევეცდები საინტერესო და შინაარსიანი ვიდეოები შემოგთავაზოთ. მოკლედ მე დიმიტრი მანჯავიძე ვარ, ეს დისტილერია სპირტაურაა. ამ ვიდეოს ალბათ დავარქმევ, როგორ მოვიგე, როგორ მივიღე ოქრო. კარგით, აბა კარგად ბრძანდებოდეთ.